მოლოდინი მაქვსო ერთობისო ამბობდა ირაკლი კოპრაძე. ბევრი საინტერესო რამ თქვა ნაწილს მოусმინე. მოლოდინი მაქვსო კონსოლიდაციისო ხომ ხვდებით რომ ეხლა ეს არის ნათქვამის თქვენი მისამართით მათ შორის ანუ იმ ოპოზიციის რომელიც ბოიკოტის რეჟიმში დარჩა და რომელიც ეს ბოიკოტი ძალიან მძიმედ აისახა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიების შედეგებზე და მოლოდინი მაქვსო ამბობს ირაკლი რომ ყველა საკუთარ შეცდომებს გადაიაზრებს და თუკი ჩვენ დაგვჭირდება 2028 წლამდე საპარლამენტო საარჩევნო ბრძოლა რაღაცა კონსოლიდირებული ერთიანი სტრატეგიით შევალთო. ანუ რა ვიცი, როგორ ფიქრობთ, აბა გამართლდება თუ არა მისი მოლოდინები? ხო, უცნაური უბრალოდ ის იყო, რომ ირაკლისგანაც, ლეოს სხვა ლიდერებისგანაც მომისმენია, რომ ისინი დაფიქრებისკენ სხვებს მოუწოდებენ, მაგრამ იქნებ ერთხელ მაინც დაუშვან, რომ თვითონაც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რაც ბოლოს გააკეთეს, იყო თუ არა შეცდომა. არ თანამშრომლობა, არ აღიარება და წინააღმდეგობა ჯობდა ქუჩაში ყველასი ერთად, ეს უფრო მეტად დააზიანებდა ქართულ ოცნებას თუ ის უფრო მეტად აზიანებს, ეხლა თითო კაცი რო ყავთ სადღაც საკრებულოებში შეყვანილი და არა და მოლოდინი რაღაცების გამოგვლიჯვის რო თავის დროზე თქვეს, ხო? ამიტომ ხო, ყველა უნდა დავფიქრდეთ, რა თქმა უნდა, შეცდომას უშვებს ყველა. მე მიმეჩნია, რომ ის რაც გააკეთა ლელომ რბილად რო თქვა, არ იყო სწორი და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა მაშინ როცა ქართული საზოგადოების პროდასალურად განწყობილი საზოგადოების რომლებიც არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს და მის წინააღმდეგ იბრძვის ამ ხალხის დიდი უმრავლესობა ყველა ბოლოკლებით ამბობდა რომ ეგ არ არის ადგილობრივი არჩევნები და ეგრეთ წოდებული რუსული სპეცოპერაცია და მაშინ მონაწილეობას აზრი არ აქვს ხო ამ დროს რა ვიცი საკუთარი ამორჩევლის ნების წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე იმიტომ რომ წინასწარ ცხადად დაწერილი იყო ის შედეგი და ცნობილი იყო როგორც დამთავრდებოდა ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები. ამიტომ მსგავსი ტიპის ქმედებები პოლიტიკური პარტიისა თუ რა ვიცი აქტორების მხრიდან მხოლოდ აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს და არა პირიქით. მე როგორც ვატყობ თქვენი პოზიციის გადახედვას არ აპირებთ, ანუ გადახედვას რას? იმ მოცემულობაზე თუ ვარიანტზე შესაძლებლობაზე, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის თაობაზე. იქ კუპრაძე ამბობდა, რომ არჩევნები თუ იქნება. მოლოდინი მაქვს, ინფორმაციაც კი მაქვს, რომლის საფუძველზე შემიძლია ასეთი დასკვნები გავაკეთო, რომ ქართული ოცნება უკვე მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. შევეცდები რომ გიპასუხოთ. მოკლედ თუ კი იქნება ამ ქვეყანაში არჩევნები, იქ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობა. ოღონდ თავარია ჩვენ გქონდეს არჩევნები. ირაკლი საუბრობდა ის რაც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებული რო ეძახით. ჩვენ ის არ იყო არჩევნები. წინასწარ იყო შედეგები ცნობილი, სადაც არ არსებობს დამკვირვებელი, სადაც დევნიან ოპონენტებს, სადაც განსხვავებულ აზრს უპირისპირდებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ გაძლევენ, ის არ შეიძლება ეწოდეს არჩევნები. ირაკლი ახ საუბრობდა გამსახურდიას პერიოდზე და კომუნისტური რეჟიმის დამარცხებაზე არჩევნების გზით. ოღონდ მას თავარი რა მოვიწყდება, მეც პატარა ვიყავი მაშინ და არ მახსოვს ბუნებრივია არც მას. უბრალოდ რა ვიცი, ცოტა უფრო ჭკვიან ხალხს ალბათ უნდა დავეკითხო და კარგად გავიხსენოთ როგორ მოხდა ეს. 1990 წლის მარტში მაშინდელმა კომუნისტურმა რეჟიმმა დანიშნა არჩევნები, მაგრამ მაშინ არ მიიღო მონაწილეობა ეროვნულმა ძალებმა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ შორის ქუჩის საპროტესტო აქციებით მიღწეული იქნა მრავალპარტიული არჩევნები 90 წლის ოქტომბერში დიახ დემოკრატიულმა ძალებმა დაამარცხეს კომუნისტური რეჟიმი არჩევნებით. ოღონდ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს რეალურად არჩევნები ეწოდა. როცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ადამიანებს ეძლეოდა და როცა მრავალპარტიული გახდა. ეხლა ისევ აქ ვარ განხორციელდა არსებული საარჩევნო გარემო. აი რაცა აბა არჩევნები თუ არ არის და წინასწარ თუ ვიცით რომ შედეგი დაწერილია, იქ სად შევიდეთ. ხო და მოდი ვილაპარაკოთ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს. ანუ თქვენ ამბობთ რომ თუ ნამდვილი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თქვენ აუცილებლად მიიღებთ მონაწილეობას. თუ საარჩევნო ვითარება, აი უკეთეს შემთხვევაში არ შეიცვალა, ანუ იგივე მოცემულობა დადგა. ის საარჩევნო ცვლილებები, რომელსაც ძალიან ბევრი აკრიტიკებს, მათ შორის სალომეზურაბიშვილი, სადაც მათ შორის ემიგრანტებს არ ექნებათ შესაძლებლობა თუ საქართველოში არ ჩამოვლენ, მიიღონ მონაწილეობა, თქმის მიცემის უფლება არ ექნებათ. თქვენ ასე ვთქვათ, ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ? ოღონდ ამას არჩევნები არ ერქვა. თუ ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ შედეგები არის დაწერილი, თუ ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ვერ მიდის საარჩევნო უბანზე, დაბყოლება აქვს მის მიცემაზე, არ არსებობს დამკვირვებელი და ასე შემდეგ. თუ პარტიები გაუქმებულია პოლიტიკური ლიდერები ციხეში, ეს ხო არჩევნები აღარ არის. სად უნდა მივიღოთ მონაწილეობა? ანუ მე ვიცი რომ თქვენ ამას არ ვთავაზობთ, მაგრამ რაც ვთავაზობდა ირაკლი მართლა ვერ გავიგე. ანუ ვთავაზობს, რომ ჩვენ უბრალოდ წინასწარ დაწერილ შედეგებზე თავი დაუქნიოთ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს. ეს არის სწორი? ფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი. გამოსავალი ამ სიტუაციიდან ნამდვილად არის ერთობა. ოღონდ
ერთობა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. ხარით მაშინ რას თავაზობთ ამ მოცემულობაში ლელოს? აი ლელოსთან რა შეთავაზებთ? განსხვავებით ჩემი კოლეგისგან, რომელმაც არის სურვა ღია ეთერში გაეკეთებინა შეთავაზება, მე გავაკეთებ ამ შეთავაზებას ყველას მიმართ. სხვა შორის ლელო არის პოლიტიკური პარტია, რომელთანაც ჩვენ ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა ვიდრე გვაქვს იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც დღეს ვართ რა. რაღაცა მათ შორის ამ ბოიკოტის რეჟიმში, ქუჩის საპროტესტო აქციებში და ასე შემდეგ. ასე რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთობა არის სწორედ ის, რამაც უნდა მიგვიყვანოს ამ ტიპის რეჟიმების დამარცხებაზე და მე მჯერა რომ ჩვენ საერთო შეხების წერტილებს აუცილებლად ვიპოვით. განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც ეხება რეჟიმის ჩამოშლას. მე მიმაჩნია რომ ზოგადად ყველა პროდასალური, რა ვიცი, პოლიტიკური აქტორი უნდა შეთანხმდეს იმ მინიმალურ სტანდარტზე, რომლის არ მიღების შემთხვევაში ეს უბრალოდ არჩევნები აღარ იქნება. რა ეს მინიმალური სტანდარტი? თუ ჩვენ არ გვყავს ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, თუ ჩვენ ვიცით, რომ ისევ მურუსიძის სასამართლო გვაქვს, რომელმაც საარჩევნო დავები უნდა განიხილოს. აი მინიმალურ რაღაცებზე ვსაუბრობ, რაიც ბევრი უსაუბრიათ. თუ ჩვენ ვიცით, რომ წინასწარ შედეგები დაწერილია, ეს ხო არ არის არჩევნები. მოდით ყველამ ერთად ვისაუბროთ და შევთანხმდეთ მთავარ პრინციპზე, რა არის ის მინიმალური, რომლის შემდეგაც შეიძლება ჩვენ მას უწოდოთ არჩევნები და კი ბატონო, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა. მაგრამ თუ ივანიშვილის რეჟიმი, ისევ როგორც 1990 წლის მარტში მაშინდელი ისევ რუსული რეჟიმი. ამაზე არ მოდის და ის არჩევნებს არ გვიტარებს. მაშინ არავის გამправებლად ჩვენ არ უნდა ვიქცეთ. იმიტომ რომ აქ ხო საუბარი რაზეა. თუ ჩვენ რეჟიმს რაიმე ფორმით ვაძლევთ სტატუს-კვო შენარჩუნების საშუალებას და მას ვაძლევთ ლეგიტიმაციას, ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი ათწლეულის განმავლობაში. ეს ხო არის გასაგები. როგორ აპირებთ? ახლა მე არ ვარ ლელოს წარმომადგენელი, მაგრამ რო ვიყო, ალბათ ლოგიკურად ეს შეკითხვა გამიჩნდებოდა. თუ მართლაც ეს მოლოდინები გამართლდა და არ ვიცი, ქართულმა ოცნებამ გაზაფხულზე ან უფრო მოგვიანებით შემოდგომით დანიშნა საპარლამენტო არჩევნები, ანუ როგორ აპირებთ არსებული, არ ვიცი, არა მხოლოდ საარჩევნო, როგორც აღმოჩნდა მართლმსაჯულების სისტემაც შეცვალოთ იმისათვის, რომ თავისუფალი დამოუკიდებელი ობიექტური სასამართლო მოიპოვოთ. არა, ეს ობიექტური სასამართლო ივანიშვილის ხელში არ იქნება. მე ამ შემთხვევაში ვიგულისხმობ საარჩევნო დავების განხილვა. ივანიშვილის ხელში მესმის საარჩევნო დავების განხილვა ვიგულისხმობ. ხო, მესმის რისთვისაც გჭირდებათ, მაგრამ აი ივანიშვილის ხელისუფლების ხელში როგორ აპირებთ, რა ვიცი, 3 თვეში, 1 წელიწადში საარჩევნო გარემოს შეცვლას. აი შეგიძლიათ კონკრეტულად მითხრათ? ისევე როგორც ისევ წარსულში დაუბრუნდები, რადგან რუსული რეჟიმი ძალიან გავს ეს რეჟიმი ძალიან გავს იმ კომუნისტურ რეჟიმს. 1990 წლის მარტშიც არ უნდოდა ალბათ იმ დროინდელ რაღაც რუსულ რეჟიმს იგივეს გაკეთება. მაგრამ ქართველი ხალხის რაღაცა ძალამ, ბრძოლამ, ქუჩის წინააღმდეგობამ, სტუდენტების მაშინ და ძალიან ბევრი ადამიანის აქტიურმა წინააღმდეგობამ აიძულა ისინი უკან წასულიყვნენ და ეს დათმობები ქონოდათ, ხომ მრავალპარტიული არჩევნები ჩაეტარებიათ ამ ქვეყანაში. მე რა თქმა უნდა ძალიან შორს ვარ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ერთ დღეს კარგ ხასიათზე გაიღვიძებს და იტყვის, რომ მართლა დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ ამ ქვეყანაში. ესეთი რამ არ მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იძულებით ქართველი ხალხის მიერ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი უნდა გაიღვიძოს წინააღმდეგობამ. სად არის ეს წინააღმდეგობის რესურსი? ის რო უწყვეტია აქციები და უპრეცედენტოა მართლა მთელი ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსთაველზე. მე არ მგონია რომ ეს იყოს პატარა ამბავი და მე არ მგონია რომ ეს იყოს უპერსპექტივო. ის რომ ყველაფრის მიუხედავად მე რა რომ მცირერიცხოვანია, მაგრამ საქართველოს სხვა ქალაქებშიც არის უწყვეტი საპროტესტო აქციები, ეს არის მნიშვნელოვანი. ის რომ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობა ივანიშვილის რეჟიმად აღიქვამს, ის რომ მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის ქოცებიც, ამობერო ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ახალი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს, ხო? არჩევნებით, რომელსაც მე ექნება მის შედეგებს ექნება ლეგიტიმაცია. ის გამოიყენებს შემდეგ ამ გადაწყვეტილებას და იტყვის მათ შორის დასავლეთთან ლეგიტიმაცია. მაგრამ ის რომ დასავლეთიდან და დაგაყენებთ თქვენ რეალურად ფაქტის წინაშე, როცა სულ რამდენიმე თვე გექნებათ გადაწყვეტილების მისაღებადაც და მათ შორის ასე ვთქვათ ამომრჩეველთან სამუშაოდ. არის თუ არა ამის შანსი არის, მაგრამ მივალ ბოლომდე. ის როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან მათ ხელს არავინ არ თმევს და მეტის რა ტიპის რიტორიკა აქვს რეჟიმის წარმომადგენლებს დასავლეთის მიმართ უკვე ყველანი კარგად ხედავთ. ეს ჩემი აზრით სწორედ მათ შორის ამ არაღიარების, ართანმშრომლობის და წინააღმდეგობის შედეგია. უბრალოდ თუ ეს წინააღმდეგობა და პროტესტი ივანიშვილის მიმართ იქნება კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, მაღალი მუხტის, ბევრად უფრო მრავალფეროვანი, მას აუცილებლად მოუწევს უკან დახევა. ყველა იხევს უკან. 1 წელია ეს ფრაზები კი, და თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ 1 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი კომფორტულ გარემოშია, თუ კომფორტულ გარემოში ამას ხო არ არა, მე ხომ ამას არ ვამბობ. ჩვენ ხომ ახლა ვსაუბრობთ პროტესტის იმ ეტაპზე, როდესაც
რეალურად სხვა გამოსავალს არ დავუთ პროტესტის იმ კონდიციაზე, მოდი ასე ვთქვათ, როდესაც სხვა გამოსავალს გარდა უკან დახევის თუ კომპრომისზე წასვლის აღარ დაუტოვებს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. თუ კი 1 წელია ამ პროტესტის უწყვეტობის პირობებში ქართული ოცნება ახერხებს არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას, არამედ დემოკრატიის გაუარესებას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ანუ როდის შეიძლება დადგეს სწორედ ის ეტაპი, ის მომენტუმი, რომელიც იქნება გარდამტეხი ამ პროცესში. ეს მინდა რაღაცა დავიჭირო. ეს მის რთულია, ხო? რაღაც პროგნოზირება, მაგრამ რაღაც 1 წლის მერე მაინც ხო შეიძლება? ხო, ლეგიტიმური, ხო, ლეგიტიმური ეს შეკითხვა. პროტესტ რო შედეგი ქონდა, ამიტომაც აუარესებს ჩემი აზრით ივანიშვილი დემოკრატიულ გარემოს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ის ამითი აჩვენებს, რომ უკან არიხევს თითქოს ყველაფერზე წამსვლელია და ცდილობს აი რაღაცა ძალისმიერი მეთოდებით გადატეხოს პროტესტი. ის რომ მხარდაჭერას გრძნობდეს მოსახლეობის და მყარად იყოს, ამას ხო არ გააკეთებს. ხო წარმოუდგენელია, როცა სუსტად ხარ, მაშინ აკეთებ ამას, მაშინ ჩადიხარ კანონდარღვევას, მაშინ ებრძვი დემოკრატიას და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მათ შორის და საბოლოო ჯამში მივიდივარ იქამდე, რომ ამას დიდი საერთო რაღაცა დემოკრატიული ფრონტი სჭირდება. ალბათ ეს იქნება მათ შორის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების, აქტიური ადამიანების ერთობა, რომელიც ჩემი აზრით პროტესტს აუცილებლად გადაიყვანს ახალ ფაზაში. ყოფილა თუ არა ბოლო 1 წლის განმავლობაში თუნდაც კარგი მაგალითები თანამშრომლობის ამ ყველა აქტორ შორის რაც ჩამოთვალე. ყოფილა და ესეთი იყო საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება, მანდატების დატოვება, სიების ჩახსნა, რომელმაც ერთპარტიულ პარლამენტამდე მიიყვანა ივანიშვილი და შექმნა პოლიტიკური კრიზისი. რომელსაც 1 წელი იმუშავა. ხო, თუმცა არავინ ფიქრობს ალბათ, რომ გახარია შესვლა პარლამენტი მრავალპარტიული გახადა და არ მგონია, რომ ამას ან ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ თუ გახარიას მონაწილეობა მაშინ საყოველთაო ბოიკოტში იყო მნიშვნელოვანი, ბოიკოტიდან გასვლა რატომ არ არის ანგარიში გასაწევი? თუ გახარიას, იმიტომ რომ გახარიას მხარდაჭერა ძალიან კარგად ვნახეთ, როგორც კი რაღაცა მანდამისო პარტიამ კურსი შეცვალა, რა დონეზე ჩამოვიდა. ხო, თბილისში 2%-ს ვერა იყო, მე მგონი ერთი ადამიანის კი ვერ შეიყვანა ამ საკრებულოში, რომელსაც ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ. ამიტომ მისი მხარდამჭერები მხარს სწორედ იმას უჭერდნენ, რომ გაყალბებული შედეგები არ მიიღოთ. ეს იყო სწორი ნაბიჯი თქო, ამის თქმა მინდა და ამ კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანა. ამას მოყვა მათ შორის სანქციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო ცუდი მაგალითები ჩვენი თანამშრომლობის და ეს იყო მათ შორის 4 ოქტომბერი, ხო, როცა რაღაც ნაწილმა გადაწყვიტა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უმრავლესობა დარჩა ბოიკოტის რეჟიმში და ხო, ამან ყველაზე უფრო მეტად, რა თქმა უნდა, გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ სწორი დასკვნები ყველა უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრიდან და უნდა შევძლოთ კიდევ ერთხელ მეორე საერთო წინააღმდეგობრივი დემოკრატიული ფრონტის ჩამოყალიბება, სადაც ყველა ძირითადი აქტორი, ეს იქნება პროდასალური პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები თუ უბრალოდ აქტიური ადამიანები, ერთიანად შეუტევთ ივანიშვილს როგორც ქუჩიდან, ისე კოორდინირებული მუშაობით ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან და ერთობლივად გავაგრძელებთ ბრძოლას პროპაგანდასთან. ზედმეტია საუბარი ამ შემთხვევაში, ანუ თუ კი ვსაუბრობთ საერთო წინააღმდეგობრივ, რა ვიცი, სამოქალაქო ფრონტზე, ხო, სადაც კიდევ ერთხელ, კი ბატონო, რომლის შესაძლებლობას მუშაობა მიდის, ასევე მინდა გითხრათ, ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად, მათ შორის ის, რომ 28 ნოემბრის აქცია დაანონსებულია პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების, აქტიური ადამიანების მიერ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში არ ვიცი ეს 28 ნოემბერს იქნება მე მანამდე თუ რაღაცა გონივრულ ფარგლებში, მაგრამ ჩვენ მივალთ იქამდე, როცა ყველანი ერთად დავსხდებით, პროტესტის ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება, პროპაგანდასაც ბევრად უფრო ეფექტურად, ერთობლივად დაუწყებთ ბრძოლას, საგარეო ფრონტზეც ვიქნებით ერთიანები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. არა, მე არ მგონია, რომ ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდეს. ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე, ყველას ხვდება ძირითადი რაღაცა მოსაზრებები პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო ჯგუფების, მათ შორის ჩვენც ვიცით, აქტიურად ვართ ამ ყველაფერში ჩართული და ჯერა რომ ეს ყველაფერი იქნება მალე. ერთი საკითხი რაც ვერ დავამატე, გარდა იმისა, რაც ჩამოთვალე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ეს პროტესტი თუ საგარეო ურთიერთობები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური ხელშესახები ალტერნატივა რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ვაჩვენოთ ჩვენ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ ის ბუნდოვანება დღეს და თუ კი რამე უიმედობას ალბათ იწვევს იმ ხალხშიც კი ვინც ივანიშვილის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, არის რეალური ალტერნატივის არ დანახვა, ანუ რა იქნება ბიძინას შემდეგ
ამას ხალხი ძალიან კაფიოდ უნდა ხედავდეს და მჯერა რომ ამ ტიპის ძალის ცენტრის ფორმირება იქნება შეაძლებელი. ხო, აქცია ახსენეთ თქვენ და სხვა შორის აი ამ აქციასთან დაკავშირებითაც თითქოს არ არის რაღაცა ერთგვაროვანი პოზიციები თუ მოლოდინები. მოვისმინეთ ვერსია, რომ აქციამ 28-ში ისეთი მასშტაბები უნდა მიიღოს, რომ 29-შიც ვერ შეძლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გახსნა. ანუ იგეგმება, რომ ეს აქცია სხვა მანამდე გამართული მასშტაბური ღონისძიებებისგან განსხვავებით, სულ ცოტა განსხვავებული იქნება იმით, რომ იქნება განგრძობითი და არა მხოლოდ ერთდღიანი, რაც მანამდე არაერთი გვინახავს ამ ერთი წელს. მე მგონია, რომ ამ ერთ წელს განმავლობაში უწყვეტმა აქციებმა დაადასტურა ის, რომ პროტესტი ამ ქვეყანაში არის და არც ერთი პროტესტი არ ყოფილა ერთდღიანი. ყოველი ერთი დღის შემდეგ მეორე, მესამე და რა ვიცი, ბოლო ერთ წელია ყველა დღე ხალხი გამოდის რუსთაველზე სხვადასხვა ფორმით. რაც შეეხება აქციის მასშტაბებს, მე მჯერა რომ იცვალოს აი ამ მიმდინარე ყოველდღიურმა პროტესტმა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 25 დღეა იქ 8 ადამიანი მანამდე, ახლა მე-9 ადამიანი შეუერთდა, შიმშილობენ ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ესეც ანგარიშგასაწევი უნდა იყოს ალბათ ამ აქციის და პროტესტის ორგანიზატორებისთვის. ეს არის პროტესტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. 28 ნოემბრის აქცია მე მჯერა რომ იქნება ძალიან ხალხმრავალი და ჯერ ქვეყნის შიგნით ყველანი ერთმანეთსაც დავინახავთ და ყველას დავანახებთ და ასევე ქვეყნის გარეთ ყველა დაინახავს რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არ მომკვდარა, არავის შეგუებია რუსული რეჟიმის მიერ ძალაუფლების მიტაცებას და ბრძოლა მათ წინააღმდეგ გრძელდება. როცა ვამბობდი რომ რაღაცა სხვა მასშტაბზეა პროტესტი გადასაყვანი, აქ სწორედ ამას გულისხმობ. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ, მათ შორის ქუჩის პროტესტიც ვაკეთოთ, მრავალფეროვანი პროტესტიც და ყველანი ვიქნებით ერთად ჩართული ამაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტურადაც გამოგვივა, რაც მიგვიყვას იქამდე, რადგან დასაწყისში თქვენ კითხვა დასვით, აბა ივანიშვილი თავის უკან არ დაიხევს. მას უნდა კონდეს იმ მასშტაბის ზეწოლა, მათ შორის ქვეყნის შიგნით, რომელიც გახდეს იძულებულს დაიხიოს უკან და რაღაც სამართლიანთან მიახლოებული არჩევნები მაინც ჩაატაროს. მხოლოდ ამ დროს შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ ღირს მასში მონაწილეობა. არ ვიცი, დაწერილ შედეგებზე როგორ გავიდეთ, გავიტანება. ხო, რაც შეეხება ერთიანობას, ეს საკითხიც არ ვიცი, დაზუსტებას საჭიროებს, ანუ ვიცით რომ ორგანიზატორებს შორის არ არის ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ისინი იქნებიან მონაწილეთა რიგებში, ესეც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ანუ რატომ გახდა საჭირო რაღაცნაირად აი ამ პროცესიდან, საორგანიზაციო პროცესიდან ნაციონალური მოძრაობის გარიყვა, არა, ეს არის მათი პოზიცია მეორე დღესვე, როგორც კი თუ იმ დღესვე, როგორც მახსოვს, როგორც კი იქნა ანონსი 28 ნოემბრის აქციის გაკეთებული, ისინი განცხადებით შეუერთდნენ, ისე როგორც კიდე სხვა პოლიტიკური პარტიები. ასე რომ აქ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, მთავარი არის, რომ ყველა ვინც სწორად აფასებს იმას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი ეხლა გადის ქუჩის, ეხლა განსაკუთრებით გადის ქუჩის მრავალფეროვან საპროტესტო აქციებზე ერთობლივად არის მუშაობა გარეთაც და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაც უნდა ვიყოთ ერთად. ანუ თუმცა წინასწარ მაინც ვერ მეუბნებით 28 ნოემბრის აქცია იქნება ერთდღიანი აქცია თუ იქნება განგრძობადი, ასე ვთქვათ. აქცია რუსთაველის გამზირდა საქართველოს სხვა ქალაქებში. რუსთაველის გამზირდა საქართველოს სხვა ქალაქებში მე დარწმუნებული ვარ, არ შეწყდება მანამ სანამ არ იქნება მთავარი მიზნები მიღწეული. ეს არის, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრისა და სინდისის პატიმრის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში. მანამდე ეგ პროტესტი ვერ შეწყდება. თუ ეს პროტესტი შეწყდება და ღმერთმა დაიცვას, რომ ეგრე მოხდეს, მაშინ ჩვენ ვართ იქ, სადაც არის დღეს ბელორუსი, ხო? სადაც უკვე კიდევ უფრო მეტად მძიმე ამბები ვითარდება, ხალხს ახლიდან გამოსვლას უგრძალავენ, ან საერთოდ ქვეყნიდან გარბიან და უკან ვერასდროს ვეღარ ბრუნდებიან. ამიტომ ეს საქართველოში ვერ უნდა მოხდეს და ვერც მოხდება, ვერ მოხდება იმიტომაც, რომ უამრავი ადამიანი მართლა უწყვეტად იბრძვის და არც ერთი აქცია არ ყოფილა ერთდღიანი, უწყვეტად იბრძვის ამდენი ხნის განმავლობაში. ხო, ხედავთ რომ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ქართულმა აი თქვენ ოცნებას უკან დაეხია. თქვენი ერთ-ერთი ლიდერი კოალიციის ციხიდან ესეთ მოსაზრებასაც ავრცელებს, რომ იგივე ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეწყვეტის უკან ის ხედავს განზრახვას, რომ შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად ეს აკრძალვა არ დაუშვას და გამოაცხადოს, რომ ყველასთვის თანაბრად
სწორად იყოს ემიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო უფლება, რაც შესაძლებელია ქართული ოცნებისთვის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საბაბი გახდეს. ანუ თუ ნიკა გვარამია ციხიდან ხედავს აი ქართული ოცნების ასეთ ჩორს მიმოვალ სტრატეგიას, თქვენ გარეთ მყოფებს რით შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ ქართული ოცნების თუნდაც ამ განზრახულობას ადგილზე? ქუჩა და პროტესტით. უწყვეტობით ქუჩის პროტესტის ართანამშრომლობით და წინააღმდეგობით მასთან. და ამ პროტესტს აქვს მნიშვნელობა. მე რაღაც ვფიქრობ, რომ თქვენ მათ შორის ამ მე და თქვენ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს მოკეთ იმ პროტესტზე, რომელიც ეხა ქვეყანაში არა, მე უბრალოდ გეკითხებით, აქამდე შეუშალა თუ არა ქართული ოცნებას, რომ ბევრი რამ გაეფუჭა. ძალიან ბევრ რამეში შეუშალა ხელი ზუსტად იმაში, რომ ამ ქართული ოცნების ამომრჩეველიც კი დღეს ხვდება, რომ ქვეყანაში არის კრიზისი და გარდაუვალია რეალურად ახალი არჩევნების გარეშე ამ პრობლემის მოგვარება. იმიტომ რომ რაღაც რთული ამბავია ქვეყანაში, არ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში შენ ჩათვალო, რომ ხარ რაღაცა შუა საუკუნეებში შემოღობავ ერთ ტერიტორიას, ხოლო რაღაც არაბულ ინვესტიციას ასევე ალბათ უკვე ბწყალებში მოიტან და ყველაფერი იქნება წესრიგში. და სხვათა შორის ისიც, რომ მათ შორის ქართული ოცნების წევრები და უცნაური ამბავი იყო ბათუმში, ჩემთან ამოწმებდა ქართული ოცნების წევრები გონიოს პოლიგონზე რა შენდებაო, ხო? ხო ხვდებით, რომ შიგნითაც კი ნდობა არა აქვს საკუთარი ხელისუფლების მიმართ. აქამდე არის დასული რეალურად დღეს რუსული რეჟიმი და ეს ყველაფერი მოაქვს პროტესტს, მოაქვს წინააღმდეგობას და ართანამშრომლობას მასთან. სხვა ბრძოლის მექანიზმი ამ ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლისა მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს. დაწერილი შედეგების გაპრობებისთვის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და არის საჭირო ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ რაღაცა რეალური არჩევნები ამ ქვეყანაში. მადლობა.